გამომზადეთ ყუთი, სადაც ქართული რეკლამაა. მაგარი. ქართული მანდარინი, უკრაინული წარწერით, რომელიც შევიდა ჩვენი დროშა, რა თქმა უნდა. კარგია. და მიმღები და გამგზავნი მიმღები ყველაფერი ამის მანდარინის ხოლმე და ჩვენ წელს ისიც იყო კურიოზი. უკრაინაში არ ჯეროდათ, რომ ეგონათ, რომ ეს ფალსიფიცირებული აქვს სხვა თურქეთიდან, რომ ეს ყუთი ალბათ წააწერესო და შემოიტანესო, მაგრამ იყო ძალიან დიდი მოდიქო პროგრესია ჩვენთვის და ასეთი სახით კიდევ ახალი ქართული როცა ნაშენოს ბატონო ოსმან. ბატონო ოსმანთან მაინტერესი რა გაქვთ? მე თქონდა თქვენთან საუბარი წონების ქარხანა დიახ და კონცენტრატის აუცილებელია. როდის? თუ ახლა დავამთავრეთ აქამდე მაცივარის აშენებას ვადურებთ, პარალელურად უნდა ვეხმარებით ხო ბატონო? თუ რამე შეგჭირდებით კი ბატონო დავეხმარებით. კი ბატონო ოსმანი თავი თქვენ საქმე გააკეთეთ. ძალიან მეგოეხმარებ. იმიტომ დღეს ამდენი დავაგეთებ. პროცესაც ნახავ. გამარჯობა. ზოგადად რომელიღაძე მეტად ფაქტურად აშენებას გახსოვთ. აგრეთვე კაცმაროვანი ასეთი ჩამოდის ეს ერთის კონკრეტულ ჰექტარზე უკვე გავაშენეთ ამის პერსპექტივას ვახოთ. 70 ჰექტარზე გაშენდეს და 20 წელიწადში უკვე ჩვენი მასალა გვექნება ამისთვის. გვექნება ამისთვის. აი ასეთი მუსიკა დაიჭირება. სამუშაო ყუთია ესე წყალი. ქართული პროდუქტი. მანდარინთან ერთად. ამაში ვაშლის შეიძლება აბანე